Ძლიერთა თამაშები 2014 ლოკაციის ადგილი ლონდონი. Დაჭრილი სამხედროების სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობენ. საქართველოს კი 6 ჯარისკაცი წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა მოიპოვა 1 ბრინჯაოს მედალი. ინგლისის დედაქალაქში ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ნინია ახვლედიანი ლონდონიდან. Invictus Games ძლიერთა ანუ დაუმარცხებელთა თამაშები დაჭრილი მეომრებისთვის წელს ლონდონში პირველად იმართება. იდეა ეკუთვნის თავად პრინც ჰარის, ასე რომ ბუნებრივია ეს თამაშები სამეფო ოჯახის პატრონაჟით და მათივე ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. ძალიან დიდი ინტერესია ლონდონში ამ თამაშების მიმართ, მიმდინარეობს აქტიური პიარი. რაც შეეხება თავად მონაწილე ქვეყნებს, სულ 13 ქვეყანა მონაწილეობს ამ თამაშებში და ძალიან სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი არის საქართველო. ძირითადად ეს ქვეყნებია ნატოს წევრი ქვეყნები და ნატოს მოკავშირეები. ქართველმა ჯარისკაცებმა პირველი წარმატება უკვე მოიპოვეს, ეს იყო მშვილდოსნობაში, თუმცა ვნახოთ როგორ დასრულდება მთელი თამაშები. ამ ჯარისკაცებმა საკუთარი ბრძოლა ქვეყნის წინაშე ერთხელ უკვე მოიგეს, ახლა ისინი ბედს ცდიან სპორტში, თუმცა ეს მათთვის არის პირველი შეჯიბრი ასეთი ტიპის და ვნახოთ რა იქნება. His Royal Highness Prince Harry. მე დაუმარცხებელი ვარ ამ სლოგანით პრინცმა ჰარიმ 13 ქვეყნის დაჭრილი მეომრები გააერთიანა. ლონდონის ოლიმპიური პარკი რამდენიმე დღის განმავლობაში სამხედრო სპორტს დაეთმო. ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ძლიერთა თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია იყო ბრიტანული სამეფო დიდებულებით და სამხედრო ელემენტებით. იდეა ეკუთვნის პრინც ჰარის, როცა ის შარშან დაესწრო კოლორადოში მსგავს სპორტულ შეჯიბრს დაშავებული სამხედროებისთვის. მაშინ გაჩნდა იდეა, არაჩვეულებრივია, რომ საქართველოს ჩართულია და გისურვებთ წარმატებებს. ქართული ჯარის სახელით სპორტულ შეჯიბრში 6 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ყველას ომი და ყველას ისტორია განსხვავებულია. აქ კი მათ ერთი რამ აერთიანებთ სპორტი. ძლეოსნობა, ცურვა, ნიჩბოსნობა, ფრენბურთი, მშვილდოსნობა. საფინალო ეტაპზე წარმატება სწორედ მშვილდის სროლაში მოვიპოვეთ. პირველი ბრინჯაო ძლიერთა თამაშებზე. ძალიან მოხარული ვარ ამ ასე მოკლე დროში, ორ თვეში ამხელა წარმატება ძალიან დიდია ჩვენნაირი ადამიანებისთვის და რა ვიცი, მით უმეტეს პრინცმა მოგვილოცა ეს გამარჯვება. თავარი არის რომ მათ იგრძნეს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. მათ იგრძნეს თავი, რომ მათ კიდევ შეუძლიათ შეიტანონ წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ამას საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს მთავრობას ხელს შეუწყობთ. დაჭრილ მეომრებზე ზრუნვა მათთვის თვითრწმენის დაბრუნება და უბრალოდ იმის თქმა, რომ თავიანთ ქვეყნებს ისინი ახლაც ძალიან სჭირდება. ძლიერთა თამაშების მთავარი სათქმელია. Invictus Games ოლიმპიკ პარკში დღეს დასრულდება. პრინც ჰარის სურვილით ძლიერთა თამაშები ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს სხვადასხვა ომში დაშავებული ჯარისკაცების სპორტულ მომზადებას და მათ მხარდაჭერას იმისთვის, რომ მათ მომავალშიც მიიღონ მსგავსი ტიპის თამაშებში მონაწილეობა. ჯერ უცნობია, სად ჩატარდება Invictus Games მომავალ წელს, ლაპარაკია ავსტრალიაზე, თუმცა ვნახოთ. დღეს კი Invictus Games ლონდონში საზეიმო კონცერტით დაიხურება. ნინია ახვლედიანი, ბორის ფოცხიშვილი, ექსკლუზიურად იმედისთვის ლონდონიდან.